ფსიქიკა იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია, ოღონდ არაერთადერთი სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მე როდესაც დავიწყე მუშაობა ნუტრიციოლოგია გამიმართლა იმ მხრივ, რომ ვარ თერაპევტიც. სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ამიტომ ადამიანს სისტემური, ღია სისტემა ადამიანი და არ უყურებ არასოდეს როგორც ცალკე ღვიძლი, ცალკე გული, მას უყურებ როგორც ერთ მთლიან უნივერსალურ სისტემას, რომელსაც აქვს რაღაც თავისი ინდივიდუალური განვითარების გზა და ეს გზა არის უნიკალური და ექიმი საერთოდ ალბათ ეხლა რომ დამაბრუნო იმ ახალგაზრდობაში შეიძლება ვერც გამებედა ისეთი რთული პროფესია და იმდენად ჩვენი მე და ნანიკოს პროფესიები მოსაზღვრეა რომ ჯერ ნანიკო იყო ჩემი პაციენტი და მე ვიყავი მისი კლიენტი და მივხვდი რომ ერთ სიხშირეზე ვართ და ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ტანდემიც და ეს არ არის რაღაც უცებ გაგვიევა თავში და ძალიან დიდი ხანია მივდივართ აზრების გაცვლა, ინფორმაციის გაცვლა, რაღაც და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის ფსიქიატრია, ფსიქონუტრიციოლოგიაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრი მუშაობდა ანორექსია და ბულიმიაზე, მაგრამ ეს მართლა ფსიქიატრების პრეროგატივაა და ჩვენ მერე ვერთვებით. ეხლა რასაც მე და ნანიკო ვაკეთებთ, ეს არის უკვე პრევენციული მედიცინა და მომავლის მედიცინა, სადაც ფსიქოლოგიურად ადამიანი იმდენად მომზადებულია ამ რუტინული პროცესისთვის, ალიმენტარული ფაქტორი იქ არის მხოლოდ ერთ-ერთი, ანუ კვებითი. მე როგორც ნუტრიციოლოგი. როგორ ხდება ეხლა რომ თქვათ მოკლედ, რომ ადამიანს დაინტერესებს ალბათ მსმენელს, მოდის პაციენტი და მე ამ ანამნეზის შეგროვების დროს ხვდები, რომ აქ მხოლოდ ერთი როგორც ექიმი ნუტრიციოლოგი ვიქნები ძალიან უმწეო მდგომარეობაში. დავუნიშნავ დიეტას, ანალიზების, პასუხების და კვლევების საფუძველზე, მაგრამ შეიძლება დაიკლოს 30-40 კილოგრამიც, მაგრამ 3 წელიწადში დაბრუნდეს. ანუ ჩემი შრომაც წყალშია ჩაყრილი. ადამიანი თვითონ ვინც პაციენტი იყო, წარმოგიდგენიათ რამხელა ემოციური დისკომფორტი ექნება, რომ მოდის მენდობა, მაგრამ რაღაცა ბოლომდე ვერ გავყევი. ამიტომ ჭირდება მე ნანიკო.